HT Solutions-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაში Change Inspires უკვე მეექვსედ უმასპინძლა წლევანდელი კონფერენცია სრულიად მიუძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემატიკას და აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა, ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლებს დასწრებოდნენ. კონფერენციის მთავარი თემა AI ჩემპიონთა ლიგა ხაზს უსვამდა AI-ის რეალურ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. სპიკერებმა წარადგინეს რეალური кейსები, სტრატეგიები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ბიზნესს და ტექნოლოგიებს საფუძვლიანად ცვლიან. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ღონისძიებაზე გამოცდილება გააზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, მაგალითად როგორებიც არის Amazon Web Services, Google Cloud, Oracle, Palo Alto, ასევე Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera და სხვა. მათ იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე კიბერუსაფრთხოებაში და მონაცემთა ანალიზში, ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში. საქართველოს ბანკი არის AI ინოვაციების მხარდაჭერი. როგორც იცით, AI ახლა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და საჭირო თული არის იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პროდუქტიულობა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მოხმარებელს და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მხარდაჭერა გავუწიოთ ასეთ ტიპის კონფერენციებს, ივენთებს, დღეს ვისაუბრე საკმაოდ საინტერესო თემაზე ჩემი აზრით, რაც გულისხმობს თუ როგორ შეხვდა საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური სტრატეგია AI-ს, როგორ იყენებს საქართველოს ბანკი AI-ს ყოველდღიურად და როგორ ვაუმჯობესებთ ჩვენს ტექნოლოგიებს ახალი ინოვაციების საშუალებით. ეს არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში, სადაც გლობალურ და ადგილობრივ ლიდერებს და ინოვატორებს ეძლევათ საშუალება, რომ ისაუბრონ ტექნოლოგიურ თემებზე ერთმანეთთან. საქართველოს ბანკისთვის, როგორც ინოვაციების, ტექნოლოგიების და AI-ის ხარდამჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები და მოხარული ვართ, რომ წელს ჩვენ ვართ მთავარი ხარდამჭერი Change Inspires. მე ვისაუბრე ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე, მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის რევოლუციაზე და იმ პრინციპებზე, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს ტექნოლოგია ავითვისოთ კარგად და მოვიტანოთ სარგებელი როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მოხმარებლებისთვის. დღეს გავაკეთეთ რიგით მეექვსე Change Inspire კონფერენცია, რომელიც იყო ყველაზე დიდი კონფერენცია, რაც აქამდე გაგვიკეთებია და 800 ადამიანს ვუმასპინძლეთ. ძირითადი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი, რომლისადმიც ადამიანების დაინტერესება საზოგადოებაში არა მხოლოდ IT სპეციალისტების, არამედ ზოგადად არის ძალიან დიდი და შემიძლია იმასაც ხაზგასმით ვახსენო, რომ მოციფულობა ტექნოლოგიების ამიმართულებით არის უპრეცედენტოდ კარგი წლევანდელ წელს. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ ხელოვნური ინტელექტი მთავარ სასაუბრო თემად. ვფიქრობ, რომ ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის ტექნოლოგიების კონტექსტში მსგავსი კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველწლიურად ამ კონფერენციის შედეგს ვხედავთ ხოლმე შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ძალიან საინტერესო ინიციატივებით გამოდიან შემდეგ და ნერგავენ ამ ტექნოლოგიებს თავიანთ ინფრასტრუქტურაში.